სისხლია ირგვლივ მიმოსხმული, ხმა ისმის ქორის, იქვე ჩურჩულებს წმინდა ბგერა სამ ჯვართა შორის. შენ შეიწყალე უმეცრება, წარმოსთქვა იქ მან, რამე თუ მათ ხომ არიციან ღმერთო, რას იქმნან? ეს თქვა და უფალს მიაბარა სული. 3 დღით, 40 დღეში კი 1000 წლეულს წმინდა თარიღით. მაგრამ მანამდე დედის ცრემლით აივსოუბე. მოურიდებლად აწითლებდა ცრემლს სისხლის გუბე. რა სინაზეა, როგორ შვენის სევდა მარიამს, იქვე მტრედები ასრულებენ ცრემლის არიას. და მშვენიერი ზეცაც იმ დროს გამხდარა ავად, წვიმა იფრქვევა, ალბათ ღმერთი ტიროდა თავად. მაგრამ აქ იყო ერთი კადრი, რაც მზეს უსწრებდა და ვის ეგონა რომ შედევრებს გადაუსწრებდა. მოჩნდა დედა ღვთისმშობელი, მდუმარედ მჯდომი, კალთაში ჰყავდა მაცხოვარი, თავს ეკალმდგომი. ცრემლები მისი ქრისტეს სახეს ეწვეთებოდა, გული კი ნაზად კეთილ ნებას ევედრებოდა, რომ ხალხის სულში ანათებდეს დღენი მზიანი და სიყვარულში არსებობდეს ადამიანი.